თავარმა პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილს ბრალი წაუყენა, ამის შესახებ თავარი პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი. მას ბრალს 4 მუხლით უყენებენ, მათ შორის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ასევე ბრალად ედება პატიმართა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება. ზურაბ ადეიშვილს უკვე წარედგინა ბრალი მისი ადვოკატის მეშვეობით 4 მუხლით, მას ბრალად ედება მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ორგანიზება, თანამდებობის ბოროტად გამოყენების და უფლებამოსილების გადამეტების ორგანიზება, პატიმართა ცემისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ორგანიზება. 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის მამუკა ახვლედიანის დაკითხვა. ფინანსური პოლიციის საგანგებო სამსახურში ის დილის 11 საათზე მივიდა. შენობასთან მისი მხარდამჭერები ამ დრომდე რჩებიან. თუ რა განცხადება გააკეთა იქიდან გამოსულმა მამუკა ახვლედიანმა, ამის შესახებ ჩვენი კორესპონდენტი სოფო ზედელაშვილი გიამბობთ. სოფო, გისმენთ. დიახ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მამუკა ახვლედიანის დაკითხვა ამჯერად გუშინდელზე დიდხანს, თითქმის 6 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. შეხვედრიდან გამოსული ახვლედიანი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამდა და აცხადებდა, რომ მის მიმართ და არა მხოლოდ მის მიმართ, თვითმმართველობების მიმართ ხორციელდება პოლიტიკური ზეწოლა. ჩვენ შეგვიძლია ახვლედიანის კომენტარი ახლა პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ. მიმაჩნია, რომ რიყის ტერიტორიის უკან დაბრუნება ქალაქისათვის იყო უმნიშვნელოვანესი რამ, იმდენად რამდენადაც მოხდა ძველი თბილისის რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია და ქალაქის ისტორიული ზონის ჩამოყალიბება რიყის გარეშე და რიყის პარკის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა და ამას სახელმწიფოს გარეშე გარდა ვერავინ ვერ შეასრულებდა. თვითმმართველობებს უნდა მიეცეთ ნორმალური ფუნქციონირების საშუალება, თბილისის მერიამ უნდა განაგრძოს ნორმალური ვითარებაში მუშაობა, დეპუტატებმა, სამსახურის უფროსებმა, მერიის უბრალო და რიგით მათ თანამშრომლობა თუ ჩინოსნება ყოველდღიურად საათები არ უნდა ატარონ საგამოძიებო სტრუქტურებში, ისინი უნდა ასრულებდნენ თავის უფლება-მოვალეობას. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ გამოძიებას თუ გაუჩნდება შეკითხვები, მათ შეკითხვებს კვლავ გავცეთ პასუხი, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს. თემა არის ის, რომ უნდა ვიცხოვროთ ნორმალურ საზოგადოებაში, ნორმალურ ქალაქში, რომელსაც ჭირდება ფუნქციონირება. თვითმმართველობის გარეშე თუ ვინმეს წარმოუდგენია, რომ ეს არის შესაძლებელი, ძალიან ცდება. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ აცხადებდა, რომ შეკითხვების გარკვეული ნაწილი დღეს განმეორდა, თუმცა ის ასევე აქვე ადასტურებდა მზაობას, რომ კიდევ ერთხელ უპასუხოს გამოძიების შეკითხვებს, თუ კი ამის აუცილებლობა იქნება. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ეს იყო მამუკა ახვლედიანის მესამე დაკითხვა, ის ორჯერ უკვე იმყოფებოდა დაკითხვაზე გუშინ და გუშინ წინ. ჩვენ ჟურნალისტი სოფო ზედელაშვილი გვერდთვებოდა, მადლობა სოფო.